თეოდოსი დიდის დროს კონსტანტინოპოლში მონად გაყიდეს ვინმე თეოფილე. მშობლებისადმი მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ დათანხმდა გამხდარიყო მონა, რათა მის მოხუც მამას საკვები ჰქონოდა. გამომშვიდობებისას მშობელმა უთხრა: შვილო, რა დავალებაც უნდა მოგცენ, კვირას აუცილებლად მიდი ტაძარში. ლიტურგიას ბოლომდე დაესწარი, შემდეგ კი შენ საქმეებს შეუდექი. კვირადღის მნიშვნელობის წარმოსაჩენად არქიმანდრიტ ხარლამ ვასილოპულოს საკუთარ წიგნში თეოფილეს მაგალითი მოჰყავს. ეს დღე ყველა მართლმადიდებლისთვის გამორჩეულია. მეშვიდე დღე, რომელიც უფალს უნდა მიუძღვნათ, განსაკუთრებულად წმინდაა. მის დაცვაში კი უპირველეს ყოვლისა საკვირაო წირვაზე დასწრება იგულისხმება. აუცილებელი არის, რომ ის ერთი დღე, რომელიც უფალმა ესე თავისთვის დაიტოვა და უთხრა ადამიანს, რომ 6 დღე თავისთვის გამოეყენებინა, ხოლო მეშვიდე დღე დაეთმო უფლისთვის, აღდგომის შემდგომ ეს კვირა დღე არის დადგენილი და ამიტომ უნდა მოვიდეს ადამიანი და შესწიროს უფალს ეს დღე. კვირა დღეც არის აღდგომის ტოლფასი. ხშირად ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ტაძარში სიარულის გარეშე შეუძლიათ უფალთან მიახლება. თუმცა როგორც წმინდა მამები და სასულიერო პირები გვასწავლიან, ეკლესიაში არის თანხმობა, ერთსულოვნება, სიყვარულის კავშირი და ერთობლივ ლოცვასაც განსაკუთრებულად დიდი ძალა აქვს. ადამიანები თვლიან, რომ ლოცვას წაიკითხავენ სახლში და ესეც საკმარისი არის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ტაძარში მოქმედებს ყოფობს სულიწმინდა. ტაძარში, როდესაც ადამიანი შედის, ისეც აი ვთქვათ, შეიძლება სამსახურიდან გამოვიდა, არ არის ხშირი მაზიარებელი ან ტაძარში მოსიარულე, მაგრამ რომ შევა თუ არა ტაძარში, იმ წუთში გრძნობს, რომ სხვა გარემოში ხდება ეს. შინაგანათაც ძალიან დიდ სიმშვიდეს აძლევს და გადაყავს უცბად სხვა მდგომარეობაში. ეს არის სწორედ სულიწმინდის მოქმედების პირდაპირ გამოხატულება, რომ ის ხისიერად გრძნობს ადამიანი აი ამ ცვალებადობას თავის თავში. ამიტომ, როდესაც ტაძარში დგას ადამიანი და ლოცულობს, იქ სხვა მადლს ღებულობს. სასულიერო პირები გვასწავლიან, რომ საკვირაო წირვას ოჯახთან ერთად უნდა დავესწროთ. სწორედ ერთობლივი ლოცვის შედეგად ურთიერთპატევისცემა და სიყვარული იზრდება. გამორჩეული პასუხისმგებლობა კი აკისრიათ მშობლებს, რომლებმაც საკუთარი მაგალითით ბავშვებს ტაძარში სიარული და კვირადღის უფლისთვის დათმობა უნდა ასწავლონ. მშობლის მთავარი დატვირთვა არ არის მარტო რომ გაზარდოს ბავშვი ან მიწერყოფაში მოუწყოს ძალიან კარგად ცხოვრება და განათლება მისცეს, არამედ პირველ რიგში არის მის ცხონებაზე პასუხისმგებელი და თუ კი ადამიანი ტაძარში არევლის და ისე გაზდის, რომ მას შეხება არ ექნება უფალთან, მასზე პასუხისმგებელი იქნება უფლის წინაშე, თუ კი ის დაიკარგება ღვთის წინაშე. ამიტომ ეს ოჯახისთვის, ოჯახის შეკრულობისთვისაც და პასუხისმგებლობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოდიოდეს ოჯახი მთლიანად, ეზიარებოდეს, ბავშვებს თავიდანვე ზრდიდეს ისე, რომ მათ ასწავლოს უფალთან ურთიერთობა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვირას 29 ნოემბერს წმინდა მოციქულსა და მახარებელ მათეს მოიხსენიებს. სადღესასწაულო წირვა ხვალ დილიდანვე ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.